ხართ უნაძირლესი პიროვნებები და მე ვისურვებდი რომ აი ეს პრობლემა, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ და არ გესმით, არ გინდა რომ გაიგოთ, საკუთარ ოჯახზე გამოსცადოთ და ამის შემდეგ მიხვდებით თუ რაზეა საუბარი და რა მდგომარეობაში იმყოფებიან ბავშვები და ასევე მშობლები. თვეებია უკვე რაც მშობლები ითხოვენ წამალს. ასეთი რაღაცა ალბათ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ ადამიანები საკუთარი შვილებისთვის, რომლებიც მართლა ხელში უკვდება და თვითონ ამ ადამიანების ნათქვამია ეს, უკვე ფეხზე ვეღარ დადიან. რაც გამოიწვია იმან, რომ ეს წამალი არ შემოდის ქვეყანაში. და ამ წამლის შემოტანა შეუძლია იმ ხელისუფლებას, რომელსაც აი ამ ადამიანებმა მისცეს ხმა და ერთ-ერთი ადამიანი ამბობდა, რომ არასდროს არ მიმიციაო ხმა სააკაშვილისთვისო, თქვენ გაძლევდითო, მაგრამ ხედავო რომ არ გაინტერესებთო ჩემი პრობლემა და არა მარტო ჩემი პრობლემაო. და ამ პირობებში ეს ადამიანები, როდესაც ითხოვენ, რომ წამალი შემოიტანონ, კობახიძესთან უნდათ გასაუბრება, ჯანდაცვის მინისტრთან უნდათ გასაუბრება, პასუხს არავინ არ სცემს. აღარ არის საუბარი იმაზე, რომ შეხვდებიან და რაიმე დამაიმედებელ პროგნოზს გააკეთებენ, რომ უახლოეს მომავალში შემოიტანენ წამალს. როგორც ამბობენ, ვითომ ძალიან ძვირია, როგორც ამბობენ ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და პროპაგანდისტები, ვითომ ეს წამალი არ შველის. რეალურად ამ ადამიანებმა უკეთიციან საკუთარი შვილების ჯანმრთელობის შესახებ და იმ დაავადების შესახებ, რომელიც მსოფლიოში გავრცელებულია და გამოიგონეს როგორც იქნა წამალი. მაგრამ თითქოს ფული არ არის. მაგრამ ასევე შევხედოთ ახლა ქვეყანაში ფული რისთვის არის და ვისთვის არის. მათი წარმომადგენლებისთვის, მათი რეჟისორებისთვის, მომღერლებისთვის, როგორებიც არიან მაგალითად რობერტ სტურვა, რომელმაც რუსთაველის თეატრში დადგა ვეფხისტყაოსნის წარმოდგენა და იქ რაც მოხდა ეს ცალკე სასაუბრო თემა, მაგრამ განათებისთვის 1 მილიონ ლარამდე გამოიყო. თუ კი ამისთვის არის და მეორე წამს ეუბნებით გასაცოდავებულ მშობლებს, თავიანთი შვილების ჯანმრთელობას რომ უყურებენ და არიციან მომავალი მომდევნო დღე გაუთენდებათ თუ არა თავიანთ შვილებს, რომ თურმე არ არის საშუალება რომ წამალი შემოიტანონ, როგორ უნდა გაიგოს ამ ხალხმა და კიდევ დანარჩენმა საზოგადოებამ. როდესაც სოფელ ტყვიავში, გორის რაიონში ჯგუფ ფურსას უხდი 25,000 ლარს, რომ ერთი კონცერტი ჩაატაროს, 2 საათიანი თუ 1 საათიანი და მე შემოbrუნდები და ამ ადამიანებს ეთყვი, რომ თურმე ფული არ არის და საშუალება რომ წამალი შემოიტანონ, ხარ ნაძირალა, უნამუსო და ამაზე რომ ხმას არ ამოიღებ და ქართული ოცნების გაპრავებას დაიწყებ. ადამიანობაზე საუბარი ზედმეტია. როდესაც კასპში ბაბი კირკიტაძეს, გელა გნოლიძეს და აი ამათ ბენდს 12,000 ლარს უხდი, რომ 1 საათიანი კონცერტი ჩაატარონ ფონოგრამაზე და დინამიკებში მოასმენინონ ბაბი კირკიტაძის სიმღერა, თურმე ამისთვის არის ფული. მაგალითად 2020 წლიდან 2025 თუ 24 წლამდე რომ 2 მილიონამდე 2 მილიარდ ლარამდე გაიცა უშტატო თანამშრომლებისთვის ხელფასებში ფული ხელფასების სახით. ამისთვის არის და ვინ არიან ეს უშტატო თანამშრომლები? აგენტურა, ჩვეულებრივი ნასეტკები, რომლებიც არიან სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სხვა ადმინისტრაციულ შენობებში, ბაზრებში, უბრალოდ თქვენს უბნებში, რომ ამბავი მიიტანონ, ვინ ვისი მხარდამჭერია, სოციალური ვის მოუხსნან, ვის დაუნიშნონ, ვინ არის მათი მოწინააღმდეგე. აი ამაში დაიხარჯა. 300 მილიონი დაიხარჯა მხოლოდ მივლინების ხარჯებში. და 2 მილიარდამდე ასევე დაიხარჯა პრემია დანამატებში. ანუ ამისთვის შეიძლება ფული გამოიყოს. მილიონები დაიხარჯოს რაღაცა უაზრო ეგრეთ წოდებულ პროექტებში. ოქრო ზოდები ჰქონდეთ თქვენს პრემიერ-მინისტრებს სახლში. მერსედესის ოქროს ემბლემებს ინახავდნენ და ამ დროს ბავშვებს წამალი არ ჰქონდეთ და ამაზე თქვენ კრიტიკული პოზიცია არ ჰქონდეთ, იმიტომ რომ ქართულ ოცნება თურმე არ გამოაჩინოთ როგორც ნაძირალათა თავყრილობა და ხელისუფლება და ამით თითქოს არ ისარგებლოს ოპოზიციამ, აი ამას რომ ფიქრობთ. ხართ უნაძირლესი პიროვნებები და მე ვისურვებდი, რომ აი ეს პრობლემა, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ და არ გესმით, არ გინდა რომ გაიგოთ, საკუთარ ოჯახზე გამოსცადოთ და ამის შემდეგ მიხვდებით თუ რაზეა საუბარი და რა მდგომარეობაში იმყოფებიან ბავშვები და ასევე მშობლები.